რიგითო მოქალაქენო და არა მარტო მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე დილამშვიდობის აკვლა მოგესალმებით ყველას რადიო ემედის დილის სამინისტრო და ნინო მეუნარგია და მე დაპირების სამეფს სტუმართან ერთად დაგიბრუნდით. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლა საიუბილეო თარიღს 75 წელს აღნიშნავს. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციაში ბატონი დავით გურგენიძე. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88 292 11 89. ბატონ დავით მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის თემა ძალიან საინტერესოა როგორც აღნიშნეთ უკვე საჭადრაკო სკოლა საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და უპირველეს ყოვლისა მინდა იუბილეზე ვისაუბროთ თქვენც რომ 21 წელს როდესაც გაიხსნა სასახლე მაშინვე გაიხსნა ჭადრაკის სექციაც და ჭადრაკის სექციას თავიდანვე ასე ვთქვათ კეთილი გზით წავიდა იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი პირველი მოსწავლე ტიგრან პეტროსიანი შემდგომში მსოფლიო ჩემპიონი ხდება და აქედან წავიდა ის უმდიდრესი ტრადიციები რაც ამ ჭადრაკის სკოლას გააჩნია ნონა გაფრინდაშვილი სოჭორ სიმბოლურია 2 მაისს გაიხსნა 51 წელს პიონერთა სასახლე და 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა ნონა გაფრინდაშვილი თითქოს ერთი დღით დაასწრეს და სპეციალურად ნონა გაფრინდაშვილის გაკეთდა ეს ვახტანგ ქარცელაძემ როდესაც ნონა გაფრინდაშვილი პირველად ნახა ტურნირზე მაშინ ნონას არ ჰქონდა დიდი წარმატებები მაგრამ გამოცდილებულმა დაინახა ასე ვთქვათ და აი სწორედ 50-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი ქართველ ქალთა საჭადრაკო სკოლის ფენომენს. სხვა შორის, აი დღეს როცა ჭადრაკი საქართველოში ასეთი პოპულარული ასე არ იყო. თუ ნახავთ 50-იანი წლების გაესწრებს, იქ ნახავთ მოწინავე წერილები იყო, დაუდლიოდ ჩამორჩენა ჭადრაკში და ვახტანგ ქარცელაძემ ერთ-ერთმა ალბათ პირველმა დაინახა, რომ თუ კი შეიძლებოდა საბჭოთა კავშირში ჭადრაკში გალღვევა გაკეთებულიყო, ეს ქალთა ჭადრაკში გაცილებით იოლი ჩანდა და ამიტომ მაშინ მან ვაჟი მოჭადრაკეები სხვა ჯგუფში გადაიყვანა, სხვა მწვრთნელს გაუგზავნა და აი ქალთა ჯგუფი ჩამოაყალიბა და აქედან წამოვიდა. ნანა ალექსანდრია ზურაბ-აზმაიფრაშვილი, ნანა ძაგნიძე, თამაზ გიორგაძე, რომან ჯინჯიხაშვილი, უამრავი სახელი და გვარი. პიონერთა სასახლის აღზრდილი, რომელთაც არა მარტო ქართული საჭადრაკო სკოლა, არამედ მსოფლიო საჭადრაკო სკოლა ეზიარებს. კი ბატონო, და მე მინდა მაინც ვთქვათ, რით იყო გამორჩეული ეს იუბილე 75 წელი. ჩვენ 75 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ჩავატარეთ ჭადრაკის დღე. ეს დღე იყო შეჯამება, ასე ვთქვათ, აი თაობათა მთელი წარმატებების, შრომის, მიღწევების. გეტყვით თავიდან, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ქალბატონ ნანა ალექსანდრიასთან გავაკეთეთ ასეთი სასახლის საჭადრაკო ვარსკვლავით, თუ სასახლის წინ არსებობს ჭადრაკის სკოლის ვარსკვლავი და აქ ქრონოლოგიურად აღწერილია წლების მიხედვით ყველა ის მიღწევა და წარმატება, რაც სასახლის მოსწავლეებმა შეძლეს ამ 75 წლის მანძილზე. და აქ თქვენ ნახავთ ჩვენ სკოლაში უამრავ ადამიანმა გაიარა ჭადრაკის სკოლა. რა თქმა უნდა, ყველა ჩემპიონი არ ხდება, ჭადრაკს აქ ეს ტყინვალეთვისება, რომ მას შეუძლია აი ძალიან დიდი სიკეთე და ცხოვრებისეული საგზალი, ასე ვთქვათ, ცხოვრების და პროფესიული მუშაობის იმად ისეთი თვისებები ჩადოს ადამიანში, რომელიც მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში, გნება სპორტის სხვა სახეობაში ეს გამოადგება და აქ ნახავთ პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციაში მეცადინეობდნენ ზურაბ ანჯაფარიძე, ცნობილი ჟურნალისტი, საბჭოთა ჟურნალისტის მეტრი, ცოცხალია ჯერ კიდევ ბატონი მელორ სტურუა ну არაერთი ცნობილი ადამიანი მსახიობები ლია ელიავა და ძალიან ბევრი მეცნიერი. დიახ და ამ წიგში არის ხო მათი ჩამონათვალი მე ხო ხედავ არაჩვეულებრივ ფოტოებს დიახ და ჩვენ იუბილეს სხვა შორის დაუკავშირეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე 1957 წელს იყო პიონერთა სასახლის სკოლის ჩემპიონი ჭადრაკში და გასულ წელს ბატონი ალექსანდრეს იუბილეც იყო და ბატონი საშას ფესტივალით ჩავატარეთ და ის შემაჯამებელი დღე ერთგვარად იყო აი თაობათა შეხვედრა
დიახ, სხვადასხვა თაობის წარმატებული სასახლეები და აი დღეს რა მდგომარეობაა დავშვათ მაინტერესებს აი რამდენი ბავშვი არის დაკავებული ამით რა წარმატებებს აღწევენ თუ არა ანუ რითი არიან გამორჩეულები კი ბატონო დღეს ჩვენთან დაახლოებით 150 ბავშვი მეცადინეობს ჭადრაკში ყავს საქართველოს ჩემპიონები პრიზიოდები სხვა ტურნირის გამარჯვებულები მათ ჩამოთვლა მე შორს ამებან არა გვარზე დასახელებზე არ მაქვს საუბარი ზოგადად მქონდა კიდე ერთი სერიოზული სიახლე იმიტომ ეს ტურნირები და ესენი ეს ყოველწლიურია და ის ბავშვები რომლებიც დღეს ხდებიან ჩემპიონები ამათი გვარები ასე ვთქვათ ის ხვალინდელი ისტორიის საქმეა და ხვალ გამოჩნდება ვიდა დონეზე გავა ისევ თორს თავის დროზე ახლა ნონა გაფრინდაშვილი განჭვრიტა და დაინახა და ნახოთ რა იქნება მომავალში ჩვენ ყველაზე ისეთი სიახლე რაც მე დააღვნიშნო იყო წელს პირველად ქონდა შეხება სამი ბავშვი მივიღეთ ჩვენ და ჭადრაკთან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან აი პირველი გამოცდილება გროვდება ამას რა თქმა უნდა ანალიზი ჭირდება ამ ანალიზის შეჯერება საჭირო ფსიქოლოგებთან მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი პირველი ნაბიჯება გვიჩვენა რომ ეს საინტერესო წამოწყებაა და ნახოთ რა მივიღებს კი ბატონო ფაქტიურად ნუ სასახლე აძლევს ყველას ბავშვებს და მით უმეტეს ახლა ეს სიახლე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ამ მიმართულებით განვითარებას და მათი შესაძლებლობების გამომჟღავნებას და ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენ სოციალური მიდგომა რა კუთხით ახლა ჭადრაკი დღეს მთელ მსოფლიოში განიხილება თავისთავად როგორც სპორტი და როგორც მოზარდეს აღზრდის საშუალება. ჩვენ ორივე მიმართულებით მუშაობთ. გვაქვს ესეთი სპორტული ჯგუფები, რომელშიც ჩართული ბავშვები სხვა ტურნირებში მონაწილეობენ და აი მათზე გვაქვს გარკვეული იმედები დამყარებული, ისინი გარკვეულ შედეგებს მიაღწევენ და გარდა ამისა, ჩვენ ნებისმიერ მშობელს უხსნით, რომ ბავშვის მოყვანა ჭადრაკში ეს არის ყოველმხრივ სასარგებლო. ყველა მომენტში, სხვა შორის ეს გამოკვლევები, აი გნებოთ ეს წიგნი ჭადრაკი ქართული ხალხის ეს არის ნიმუში იმის, რომ ადამიანი, რომელიც გნებათ 1 ან 2 წელი იყო ჭადრაკში და ჭადრაკს მე ხლა არ დავიწყებ იმ თვისებების ჩამოთვლას, რაც შეუძლია ადამიანს ჩაუდოს. დაკვირვების უნდა არის მოწინააღმდეგის პატივისცემის უნდა არის, წინასწარ განჭვრეტის უნდა არის, პასუხისმგებლობის უნდა არის, ის რომ საკუთარ თავზე უნდა აიღო გადაწყვეტილების მიღება, ყველაფერი გაითვალისწინოს, სვლები გათვალო, ამას რა მოყვება. ეს ყველაფერი ცხოვრებაში აკომპლექტდება და აბსოლუტურად სულ სხვა მომენტებში შეიძლება ადამიანს დაეხმაროს. ამიტომ ყველა ვარიანტში ჭადრაკი ადამიანებს არის სასარგებლო. ათასობით იწყებენ თამაშს, რამდენიმე ხდება ადის პირამიდაზე, მაგრამ რამდენიმე ხდება ჩემპიონი, მაგრამ დამარცხებული ბავშვი, რომელიც ჭადრაკში მეცადინეობდა, არ არსებობს. ის არ შეიძლება იყოს დამარცხებული და რაც შეეხება ზოგადად ქართულ ჭადრაკს და ისტორიას მე-11 საუკუნიდან იღებს სათავეს. ჩვენთან დაახლოებით ასე აი გამოკვლევებით პირველი ლიტერატურული ძეგლი რომელიც არის ჭადრაკი ნახსენები ეს არის მე-11 საუკუნის გიორგი ათონელის მიერ ვასილ დიდის თარგმანი ექვსთა დღეთა სხვა შორის რა არის იცით აკოლს ძალიან საინტერესო ორიგინალში ჭადრაკი ნახსენები არ არის არა ორიგინალში ლაპარაკია თქვენ ახლა დაიშლებითო უდლებს ეუბნებიან წახვალთო და ან ტაბლას შეექცევით თუ ან კამათელს გააგორებთო ჭადრაკი ნახსენები არის რამდენიმე ვარიანტი არსებობს ქართულად თარგმანის და მარტო გიორგი დაწმინდელს აქ ნახსენები ჭადრაკი. იქ თავის დამტკიცებულია უკვე მე პრინციპში სპეციალისტია, მაგრამ როგორც წავიკითხე, თავისუფალი თარგმანის მომენტი ჰქონდა და სიტყვა ჭადრაკი შეიტანა და ეს რო არ ყოფილიყო მე-11 საუკუნეში პოპულარული თამაში, ასე მარტივად გიორგი დაწმინდელი არ შეიტანდა ჭადრაკი. კი ბატონო, და აი ხა მე ხელთ მაქვს თქვენი წიგნი ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში ეს გახლავთ პირველი ნაწილი. ბატონო დავით, ფაქტიურად შეიძლება ითქვას თქვენ ხართ მემატიანე, იმიტომ რომ მე ხა თვალი გადავავლე და აქ არის მთელი ისტორია. არა მარტო ჭადრაკის ისტორია, აქ ძალიან საინტერესო ამბებია, ხო? და მინდა აი ამ წიგნზე ისაუბროთ, თუმცა რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ვეტყვი მსმენელს, რომ ძალიან საინტერესო თემით სტუმართან ერთად ასე რომ დაგველოდეთ. Galbatonebo da batonebo Rigito mokalakeno da aramarto Mogesalmebat dilis saministro Gthout miesalmot dilis ministres Nino Meunargia da David
მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთით არაჩვეულებრივი განწყობით მე სტუმართან ერთად დაგიბრუნდით. ჩემი სტუმარია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციაში ბატონი დავით გურგენიძე. გეტყვით ახლავე იმას, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლა საიუბილეო თარიღს 75 წელს აღნიშნავს და მინდა მოგილოცოთ ბატონი დავით, მე ახლა ხელთ მაქვს თქვენი წიგნი ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში და ფაქტურად თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს მე-11 საუკუნიდან ქართველები და არაერთი ცნობილი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს და ეგ მე ახლა მინდა აკაკი შანიძის სიტყვები მოვიშველიო. ჭადრაკი რომ ჩვენში მეტად გავრცელებული თამაში იყოს, ამას მოწმობს ცნობები გაბნეული სხვადასხვა წერილობით ძეგლში. რა არ იქნება ურიგო, რომ რომელიმე მკვლევარმა შეკრიბოს ყველა ცნობა და ამ შვენიერი გასართობის შესახებ სპეციალური გამოკვლევა დაწეროს. ბატონ დავით, თქვენ მკვლევარი ბრძანდებით და ახლა მემატიანეზე გვესაუბრეთ. ქართულ ჭადრაკს გავდა თავისი მემატიანე უძვირფასესი თენგიზ იორგაძე, რომელმაც ქართული ჭადრაკის ოქროს ხანის, ასე ვთქვათ, თავისთავად მონაწილეც იყო, იმიტომ რომ აი როგორც კოტე მახარაძეს ფეხბურთელების წარმატებების თანაზიარი იყო გამარჯვება, ასე იყო ბატონი თენგიზ იორგაძე, რომელიც მე-20 საუკუნეში ეს ყველა ქართული საჭადრაკო წარმატების აღნიშნავი იყო, ამიტომ ბატონი თენგიზი არის და მე ერთ-ერთი შემდგომში მე ვეცადე რაღაც ის მომენტები, რომელიც თავის დროზე ბატონ თენგიზის გიორგაძეს არ შეეძლო, იმიტომ რომ არ იყო ინტერნეტი, არ იყო წვდომა ძალიან ბევრ ამაზე, აი დღეს ეს ივოლი შესაძლებელი გახდა, ბევრი არქივი გაიხსნა და ამიტომ კარგი. მაშინ ბატონ დავით, მაინტერესებს თუ რა ადგილი ეკავა ჭადრაკს ქართული ხალხის ცხოვრებაში და აი წარსულს გადავავლოთ თვალე. სხვაჩვენს ამ წიგნის დაწერის აზრიც ეს იყო, რომ გვეჩვენებიდან თან როგორ გახდა ჭადრაკი ქართველი ხალხის, ასე ვთქვათ, კულტურის შემადგენელი ნაწილი. და საუკუნეების მანძილზე როა ყოფილიყო ეს ძალიან, ასე ვთქვათ, პოპულარული თამაში, ჩვენში ამდენი კვალი არ დარჩებოდა. კი ბატონო. აქ უამრავი ქართველი მოღვაწეა. პირველად მე-11 საუკუნეში მე უკვე გითხარით, რომ ეს ექვსტადღითა შესახებ ვისაუბრე და შემდეგ მოდის თითქმის ყველა ლიტერატურული ძეგლსა და ჭადრაკი ან საჭადრაკო ტერმინი ახსენები. სულხან საბა ორბელიანს აქვს თავის სიტყვის კონაში ძალიან ბევრი საჭადრაკო ტერმინი. სხვაჩვენს აი მე ახლა ერთ მომენტს შევერთვებ, იმიტომ რომ წიგნი ძალიან დიდია და ჩვენ დრო არ გვეყოფა. აი სულხან საბა ორბელიანს აქვს ასეთი ტერმინი ზანდრაბეგული. ზანდრაბეგული და არის გაშიფრული ასე, რომ ეს არის მეფის მხედრულად გარდახტუნებაო. ქართული ჭადრაკის მკვლევარებს დიდი ხანი მიაჩნდათ, რომ ეს ლაპარაკი იყო როქზე. როკის დროს მეფე, ასე ვთქვათ, ხდება. და ითვლებოდა ჯერ კიდევ როცა პირველი საჭადრაკო წიგნი დაიწერა მიხეილ საყოველიძის მიერ 1926 წელს, რომ როკი ეს სულხან საბა ზანდრაბეგული არის როკი. და ეს ტერმინი დარჩა. მე შემთხვევით მე როდესაც ივანე ყიფიანის ფანტასტიკური მოთხრობა წავიკითხე, იქ არის ერთი თავი ეს ფანტასტიკა დაახლოებით 10 საუკუნით გადავდივართ იქ და იქ არის ასე ვთქვათ მომავლის ჭადრაკი, ივიკის ჭადრაკი და იქ პირველად დამაინტერესა როკის პრობლემამ და აღმოჩნდა ასეთი რაღაცა, რომ როკი და როგორც ჩანს ივანე ყიფიანმა ეს იცოდა. ეს რომანი 1936 წელს დაიწერა და იქ არის ხაზგასმული ასეთი ესე იგი ჭადრაკის თამაში სიკვდილი ვარ დაემუქროს, მოიგონ ახალი ჭადრაკი და უშუალოდ 8-8-ზე კი არა 10-ზე ახალი ფიგურები და ნუ ძალიან საინტერესო ის არის, მაგრამ აი როცა დაუკვირდია და აღმოჩნდა როკი მე-14 საუკუნეში როცა შემოვიდა და მანდ როკის აჭრუებას ჭადრაკი არ ითხოვდა, იმიტომ რომ ლაზიერი და კუ არ მოძრაობდნენ დღევანდელი ფიგურები და შეეძლო თითო უჯრაზე გადახტომა და მეფისთვის საშუალებას არ წარმოადგენდნენ და აი სადღაც ამ დროისთვის არა უკვე ლაზიერსა და კუს გაუფართო შეეძლო 1-დან 6-7 უჯრას გადახტომა და უცებ აშამათებდნენ მეფეს. ვინც ასე ვთქვათ ჭადრაკს უყურებდა, ის მიხვდა რომ რაღაც ბალანსი უნდა დამყარებულიყო, იმიტომ რომ პარტიები სწრაფად თავდებოდა და მიხვდა რომ მეფე უნდა გადამალულიყო და აი როკის წინადელი სვლა არის ზანდრაბეგი. ზანდრაბეგი და როკის წინადელი სვლა მდგომარეობდა რომ მეფე უნდა გადამხტარიყო ან დაუშვათ ჟერზე, დღეს სადაც ხედა ერთგან ჟეორზე. მაგრამ გამოცდილი მოჭადრაკეები მიხვდნენ ეს რაღაცას, რომ თუ მეფე გადახტებოდა დღეს სადაც ხედა იდგას, არა მაშინ ეტლი ჩარჩებოდა კუთხეში.
ამიტომ ერთ გადმოდიოდნენ ხოლმე და შემოვიდა ეს ტერმინი მე უკვე შემოვიდა როქი მაგრამ აი როდესაც უკვე მე სულხან თეიმურაზმა დაწერა თავისი ცნობილი მაჯამა არა იქ სიტყვა როქი არა იმ ცნობილ მაჯამა შეისწირყო ეს ალბათ იცით ნიჭად რაკი როკი მესმა იქ ზმნებია გაკეთებული სადაც ჭადრაკის ყველა ტერმინია და აი იქ ზანდრაბეგი რა თქმა უნდა არ არის და არც როკია ნახსენები და არის შემოსული ტერმინი ქოსი კი ბატონო ქოსი ამაზეც ვისაუბროთ ეს ტერმინი ქოსი რას ნიშნავს და მე კიდე ძალიან საინტერესო რამეს წავაწყდი აქ და აუცილებლად მსმენელს უნდა უთხრათ კი ბატონო თქვენს წიგნში ქოსზე ვისაუბროთ ტერმინი ქოსი რას ნიშნავს ტერმინი ქოსი დიდხანს ამოუცნობი იყო აკაკშაიძემ როცა ეს განიხილა ეს საკითხი აი ყველა ტერმინი ჩამოთვალა და ქოსზე თქვა რომ მე ამ ტერმინსა ვერა გამიგიარა ნუ ვერა გამიგია საჭადრაკო თვალსაზრისით ქოსი ვებსტაუსანს ნახსენებ ეს არის ახლებზე გადაკიდებული ასე ვთქვათ ჭურჭელი რომელსაც აი წყალს და საჭმელს და როცა შორს გზაზე მიდიოდნენ და ჭადრაკთან რა კავშირი ჰქონდა ვერავინ ვერ ადგენდა მე როცა ძალიან ბევრი ლექსიკონები ვნახე და თემურაზ ბატონიშვილის ლექსიკონში აი მივაგენი ამ ქოსის განმარტებას მას უწერია რომ ქოსი ქაუს ეს არის ორი ნივთისო ერთმანეთთან კონუსებლის შეერთებაო არსებობსო დიდი ქოსი და პატარა ქოსიო და ესე იგი თემურაზმა უკვე აღარ იყო ეს ზანდრაბეგი და როქი უკვე შემოსული იყო და როქი იცით რომ მეფისა და მეფის გადაადგილება და თან არსებობს დიდი როქი და პატარა ქოსი და აი თემურაზმა აქედან შემოვიდა ასე ვთქვათ ეს ტერმინი ქოსი ქოსი იყო უკვე ნამდვილი როქი გასაგები ახლა მსმენელს კიდევ მინდა ვუთხრა რომ მე ხელთ მაქვს ბატონი დავითის წიგნი ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში და მინდა ერთი ამონარიდი წავიკითხო საინტერესოა ის რომ ჩვენი წინაპრები ქალიშვილებს გათხოვებისას უკტავ ვეფხის ტყავსანთან ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ მე-20 საუკუნეში იყო მცდელობა ამ ტრადიციის აღდგენის მიზნით სპეციალური სამზითვო ჭადრაკი დაემზადებინათ და მინდა აი ამ ტრადიციაზე ვისაუბროთ ჭადრაკი მზითვის წიგნში ჭადრაკი მზითვის წიგნში აქ არის სპეციალურად ერთი წერილი, რომელშიც მოყვანილია ყველა ის მაგალითი, როდესაც ჭადრაკი ზითევში იქნა გატანებული. რა თქმა უნდა, ერთია ზოგადად თქვა, რომ ჭადრაკ ზითევში ატანდნენ და მეორეა კონკრეტულად იმ ასე ვთქვათ, მზითვის ამონაწერი, სადაც ჭადრაკი ასე ვთქვათ, ჩანს ვის, როდის, რატო და როგორ გაატანა. ვინ არიან ეს ქალბატონები? ეს ქალბატონები ცნობილები თუ არიან? რა თქმა უნდა, რამდენიმე არიან მეფის შვილი, მაგრამ დიდგვაროვნების გარდა რა, აქ არის ძალიან საინტერესო მომენტებიც. აი მზითვის წიგნით, იცით რომ იმანე ჯავახიშვილი ხშირად ადგენდა იმ ეპოქის, ასე ვთქვათ, ყოფიერებასაც რა შეიძლება ქონდა ფენას და იქ ერთგან წერია რომ აი ამ ოჯახსო უჭირდაო, იმიტომ რომ მზითვის წიგნში უწერიათ ასეთი რაღაცაო, რომ სპილოს ჭადრაკი გაატანესო, ორი ჭადრაკიო და მეორე სპილოს ჭადრაკს თურმე ორი ფიგურა კლებია, მიხვდი? აჰა. აი აქ არის ჩამონათვალი ვახტანგ მეხუთის ასულს ეკუთვნის ერთ-ერთი. იბა ჯიმშიტა შიოშაშვილის მიერ თავის ქალისთვის გატანებული მზითვი, ეს არის მზითვებში საჭადრაკის მზითვია, მაგრამ 8 მაგალითი არის. მანუჩარ თუმანაშვილის ასული ბარბარე, მოკლედ აქ მე ვხედავ დიდგვაროვნების ჩამონათვალს. ჩამონათვალების გარდა საინტერესოა თვითონ მზითვის სია, იმიტომ რომ იქ სხვადასხვა წიგნებიც უწერია და ერეკლე მეორის დის ელისაბედს ელისაბედს გაატანეს მოკლედ ჭადრაკის წიგნი მზითვაში, მოკლედ ჭადრაკი როგორც თქვენ აღნიშნეთ მე-11 საუკუნიდან ძალიან აქტუალურია და გარდა იმისა რომ აი ახლა კიდევ ძალიან საინტერესო ილია და მისი თანამედროვენი გარდა იმისა რომ მეფეები და ისინი თავის ქალიშვილებს ატანდნენ მოკლედ მზითებში ჭადრაკის წიგნს აგერ ბატონო ილია ჭავჭავაძე თავის მეგობრებთან ერთად თამაშობდა თავისთავად ინტელიგენცია და ჭადრაკს თამაშობდა და მეფის კარი მაგრამ აი ლამბერტი ხო 11 საუკუნე მას უწერია მე როცა დაბრუნდა ნეაპოლში და სამეგრელო სახწერა გააკეთა
ეს ჭადრაკს თამაშობდა დაბალი ფენაც ეს და განსაკუთრებით უწერია რომ განსაკუთრებით მარჯვეთ თამაშობენ მეგრელი ქალები. აჰა, მეგრელი ქალები, ესე იგი შესაძლებელია, იცით რა, მე რაღაცა მარჯვეთ ვერ ვთამაშობ, მაგრამ მე თუ ჩემს წინაპრებს ახლა გავიხსენებ, მაგალითად და მინდა სიამაყი თქვა, რომ აქ იონა მეუნარგიაც მოხსენიებულია, ჭადრაკს თამაშობს, ესე იგი შესაძლებელია, რომ გენეტიკაში მქონდეს. ხო, და ვითამაშო. ესე იგი მე ვარ და ჩემი ჭადრაკი. ეს ასეთი კარიკატურა გამოქვეყნდა 1914 წელს ორსტები, სადაც იაკობ ნიკოლაძე რომელიც ჭადრაკის ძალიან დიდი მოყვარული იყო, აქ უწერია, რომ ესე იგი მექანდაკეობა თუ არ გამოვაო, ჭადრაკით ვიცხოვრებო დაახლოებით ასეთი წერია და კი ბატონო, იმდენად საინტერესოა ეს წიგნი, რომ ნამდვილად მე მგონი ყველა თაობის წარმომადგენელი სიამოვნებით წაიკითხავს და ამ ისტორიებს გაეცნო. შეგიძლიათ ნახოთ 16 აყაიშვილის ძმა, 16 აყაიშვილმა, რომელიც ომსკში 1893 წელს ომსკის ჩემპიონატში თამაშობდა, ეს ციმბირიდან გამომიგზავნეს და საკმაოდ წარმატებით. ბატონ დავით, აქ ძალიან საინტერესო ისტორიებია და აი როგორი ამ ისტორიების მოძიების პროცესი? პრინციპში მე ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება. მაგრამ იმისა რომ საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში, ყველა არქივში მეხმარებიან უცხოეთიდან მიგზავნიან ბევრ მასალებს და ეს იდეა წამოვიდა მას შემდეგ რაც მე ანდრია დადიანის ყველა პარტიის შეგროვება დავიწყე. თავის დროზე როცა ანდრია დადიანს მიხეილ ჩიგოვთან კონფლიქტი მოვიდა, იმ 1903 წელი იყო, იმ შემდეგ ანდრია დადიანის სახელს დიდი ჩირკი მიეწყო და ყოველთვის ახლა საქართველოს შეიძლება კარგად ახსენებდნენ, მაგრამ აი თუ ნახავთ თქვენ რუსულ საბჭოთა წიგნებს, ანდრია დადიანი ასე ყველგან შავ იმაში იყო გატარებული და მე დამჭირდა, სხვაჩვენს სანამ მე დავიწყებდი მუშაობას, პირველი რაც იმ წიგნის თავს პირველ გვერდზე დავწერე, ეს იყო რომ აუცილებლად ვიტყოდი სიმართლეს, იმიტომ რომ ახლა იცით რომ უდაპატრიოტიზმი არაფერს არ ნიშნავს. რომ ამ იმტოდავად ქიცილისტამიდან ჭეშმარიტებამდე ძალიან ბედნიერი ვიყავი და მივედი იმ დასკვნამდე, აი როცა ყველა საბუთი მოვიძიე, პირველი რაც გავაკეთე უცხოელ და რუს ჭადრაკის ისტორიკოსებთან მქონდა მუდმივი კავშირი, იმიტომ რომ ისინი ძალიან ბევრ მასალებს მიგზავნიდნენ და აი რუსმა ჭადრაკის ისტორიკოსებმა თქვენ აი ძალიან ისე ტრივიალურად რო გითხრათ, რომ ჩვენი ტყუოდაო. საკმაოდ ბევრი წერილები დაწერეს მერე, თუ კი მანამდე წერდნენ რომ შეიცვალა დამოკიდებულება გასაგებია. ნელკიბის იყო დამფინანსებელი და მერე გახდა კრუპნი. და თუ კი მანამდე იძახდნენ რომ ეს პარტია მოყვარული ქონდა, აი მერე იგივე პარტია მოყავდათ და წერდნენ რომ პირველად ანდრია დადიანმა გააკეთა ეს და მე ძალიან კარგი. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო მაქვს, მე აუცილებლად კიდე მოგიწევთ ჩვენს ეთერში, იმიტომ რომ მასალა დიდია, ძალიან საინტერესოა და მინდა ძალიან მოკლედ სამომავლო გეგმებზე გითხრათ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს თქვენ მეორე ნაწილსაც გამოსცემთ ამ წიგნის. და ემზადებით ამისთვის. მე თავის დროზე დაუშვიეთ შეცდომა, მე ბოლოში როცა ეს წიგნი თავდებოდა, მითქოდა ყველაფერი ჩამეტია, მაგრამ მე მივხვდი უკვე ბოლოში რომ ყველაფერს ამ ერთ წიგნში წაწერო შეუძლებელი იყო, იმდენად ჩართული იყო ქართველი ადამიანის ყოფიერებაში ჭადრაკი და იმდენად ბევრი საინტერესო ფაქტი იყო, რომ ამიტომ ახლა ვაკეთებ მეორე წიგნს და ველოდებით დიახ მეორე წიგნსაც. და ნაკლებ საინტერესო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მსმენელს ვეტყვი, ისევ გავუმეორებ, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლას საიუბილეო თარიღს 75 წელს აღნიშნავს. ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციაში დავით გურგენიძე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთელთა გუნდი 16 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ბ-ლიგის ჩემპიონი გახდა. მოკლედ ნამდვილად მოსალოცი ამბავია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს იმისთვის, რომ ყოველთვის მზად არის ის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას ყველა მიმართულებით და მართლა ძალიან დიდი საქმე, ეს არის ეროვნული საქმე, რომელიც კეთდება. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. და მსმენელს კი დროებით ვემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს უკვე პირველ საათზე შევხვდებით სოციალური პროექტით, ჩვენ აქ ვართ, ასე რომ დროებით. ნახვამდის, მადლობა. Galbatonebo da batonebo, rigito mokalakeno da aramarto, mogesalmebat dilis saministro. G'tqovt miesalmot, dilis ministrets.